Უნდა პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ჯვრის მამის სახელობის ტაძრის თვალსაჩინო დეკანოზი თამაშ ჩოხელი და კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი დილომშვიდობის დიდი მადლობა მოგზაურობისათვის დამდეგ შეგუახალთლს გილოცავთ. მამა თამოს მე თავში აღნიშნოთ ანონსებდი გადაცემას და ეხლაც ვიტყვი რომ ჯერმა მაყურებელმა ალბათ განსაკუთრებით და საზოგადოებრივ იცის რომ თქვენ წერთ ლექსებს და ძალიან კარგია ალბათ თქვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო რომ ლექსებზე უკვე არაერთი სიმღერა დაიწერა. თქვენი ლექსები გამღერდა. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ სიმღერაზე იქნება საუბარი, რომელიც ქალბატონო ქეთიმ დაწერა. თუ შეიძლება გითხარით რომ რა ლექსია ეს და როგორ მოხდა დაკავშირება თქვენ და ქალბატონო ქეთი და როგორ ამღერდა ეს სიმღერა. ია ძალიან მიყვარს ბავშვობიდან, ძალიან მიყვარდა ეს ყვავილი და ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის რა და სულ იმაჩნდა რომ ეს სუსტი არ იყო რა და ჯვარის მამის ეზოში იყო ამოსული ერთი ის ბუჩი, რომელსაც ერთი ია ჰქონდა ამოსული და ერთმა ბიჭმა ისე მივდიოდა და ვეფერებოდა თვალით რა ამ ყვავილს და ერთმა ბიჭმა ხედავდი შევიდა რომ მოწყვიდა ეს ერთადერთი ია და ძალიან გული დამწყდა და მომიდა რომ დამეცვა რა და მეთქვა რომ არც ისეთი სუსტი არის ამ ყვავილის მაგივრად მინდოდა მეთქვა და ესე დაიწერა ეს ლექსი ძალიან ადვილად ერთი ამოსუნთქვით და მე და ქეთევანს საერთო ახლობელი ყავს რომელიც მეშვიდაც გავიცანით ერთმანეთს და ისე მოხდა რომ მისი ნიჭიერის შესახებ ვიცოდი და მოხდა რომ გავიცნო ამ ლექსს მოიწონა სასიმღეროდ და ამღერა ძალიან ლამაზი კომპოზიცია შექმნა და დიდი პატივია ჩემთვის რომ ესეთი კარგი ადამიანის ნიჭიერი წარმატებულმა შექმნა ჩემს ლექსზე სიმღერა. ახლა თავდაცვით ვკითხოთ მაშინ მამათ ამოზე თქვა ისტორია თქვენც რო გითხრათ რომ აი ეს ლექსი წაიკითხეთ რა ემოცია გამოიწვია როგორ მარტო მოგინეთ კონკრეტულად ამ ლექსზე სიმღერის დაწერა მე მამთამასე რო გავიცანი რა თქმა უნდა წავიდა მე როგორ ჩვენი არა მარტო მეგობრული ესე შემოქმედებითი ურთიერთობა იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ლექსებს წერს და ადამიანი რომელიც მუსიკას ქმნის შესაბამისად იქ საერთო ენაც მეტია თავისთავად ამიტომ მომიწია მამაოს ლექსებთან გაცნობა, შეცნობა და ეს დამეგობრება ეს არის არაჩვეულებრივი ლექსი ეს კონკრეტულად ვილაპარაკებთ ამაზე და მე მამაოს დავეთანხმები იმაში რომ ჩემთვისაც ია არ არის ნამდვილად უსუსური ყვავილი მით უმეტეს მამაოს ლექსში არის აი ისე წერია ეს ყველაფერი რომ აი მე არ ვიცი ჩემთვის მოკლედ სამშობლოს შესადარია ამ შემთხვევაში ია ანუ ძალიან შეიძლება შეადარო პირიქით პატარაა მაგრამ ძალიან ძლიერი იმავდროულად შეუძლია თავი დაიცვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შესაბამისად ამ ყველაფერმა გამოიწვია რომ მუსიკალურად ეს წავიდა პატრიოტულისკენ თემატიკა და ლექსშიც დევს ეს ყველაფერი არის შიდა სლეპში ასე ვთქვათ და მე ჩემი ესეთ მისამართით მივედით ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნუკრისთან რა თქმა უნდა კაპანელზე რომელიც ნამდვილად უბედლო შემსრულებელია ესეთი ძლიერი სიმღერები ზოგადად ხო არის მithumetes ესეთი დრამატული სიმღერების იმიტომ რომ ნამდვილად ყველას არ ძალუც ახლა ესეთი სიმღერის შესრულება ვისაუბრეთ შემთხვევით და გამოხდა ჩემი პატრის ძმა დამოგრძალება და მადლიერება ქალბატონის მიმართ რომელმაც ესე ლამაზად შეასრულა ეს სიმღერა. გამო არ შემიძლია თქვენ არ გითხოთ მე ვიცი დამოწია შეიძლება თქვათ როგორ დაიწყო თქვენ ლექსების წერის უწმინდეს უკავშირდება და აი ოსო დაიწყეთ ლექსების წერა თუ გიფიქრეთ რომ ამდენ ასე მალევე თქვენი ლექსები გამღერდებოდა. არის ერთი ადამიანი გიორგი ჩიტაური ნიჭიერი ადამიანი რომელმაც როდესაც გუდამაყრელი დაიწერა რამოდენიმე თვის მერე შემთხვევით ნახა სუფრაზე ეს ჩემი ლექსი მე მქონდა თან და წაიკითხა და მთხოვა რომ იმეცა და სიმღერას დასწერდა ამაზე მე უარი უთხარი რა გამიკვირდა და არც მიფიქრია მაგაზე და მე დამირეკა და მთხოვა და გავიგზავნე ტელეფონით ეს და ესე მოხდა ესე და შემდეგ მე მქონდა დაწერილი მის უწმინდესობაზე მის უწმინდესობა არის ერის მამა ჩვენ ყველას მშობელია და ჩვენ მშობლებს ხშირად ვუსტვენთ ხოლმე და ზოგჯერ ვახარებთ კიდეს და მე მინდოდა რომ გამეხარებინა მის უწმინდესობა მას ბევრი ამაგი აქვს ქართველ ერზე და პირადად ჩემზე და ჩემი მადლიერება უდნა მაინც გამომეხატა და შეიქმნა სნოზე სიმღერა ლექსი რომელიც ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა ადამიანმა და კარგმა მომღერალმა კომპოზიტორმა და თუ არ ჩაძენ შექმნა ამაზე და ესე წავიდა
იმის მერე ძალიან მაგრამ დავითმა დიატობოს იგი მამის სიავნანაც თქვენ გეკუთვნით. აი ამაზე და ამის შესახებაც ძალიან საინტერესო იქნება ის და შვილი ავად ადამიანს ყავს ავად შვილი და არ უნდა დაეცეს ადამიანი, უნდა გაავიდეს ცხოვრება, მე ვცდილობ რომ სხვა ადამიანებს მივეხმაროთ ით შემიძლიათ, უნდა სიტყვიერად და მინდოდა ჩემი შვილისთვის რამე გამეკეთებინა ხელმოსაკიდი, რაც დროს გაუძლებს. ახლა არ ვიცი ეს იმრანად გაუძლებს დროს, მაგრამ ვფიქრობ რომ რა ვიცი არ დაიკარგება ეს ადვილად და ნუ ვინაიდან მაყურებელმა და მსმენელმა ასე შეიყვარა ეს სიმღერას, უნდა ვივარაუდოთ რომ ნამდვილად არ დაიკარგება ეს სიმღერა და ისეთი ემოციით და ისეთი სიტყვითია ეს ლექსი დაწერილი და მე სიმღერაც რომ არ შეიძლება ეს ხარ დაიკარგოს, იმიტომ რომ არის რაღაც თემები, რომელიც დროს უძლებს ყოველთვის და მე ვფიქრობ რომ ეს ის თემა სწორედ რაც თქვენ აღნიშნეთ. დიახ, აი მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და დათვალიერდეს კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა ჩემს მეგობარს, რომელმაც ჩემი ლექსები მოიწონა. შეიძლება ჩემზე კარგი ლექსი იყოს დაწერილი, მაგრამ ვერ მოხდა საჭირო ადგილას და მან შექმნა 13 თუ 14 ჩემს ლექსის სიმღერა და იანვრის ბოლოს გამოჩვენა ჩვენი ერთობლივი დისკი. და ესეც უნდა მეკითხა. როდესაც საპირებთ ამ დისკის გამოცემას? იანვრის ბოლოს. გავაკეთეთ გარდა ამ ლექსისა, რაც თქვენ აი დაიკითხეთ და ამღერეთ. სხვა ლექსებს თუ გაიცანთ, კითხვით თავიდან, მაგრამ აი ანის სიმღერები თუ იცით, მამოს რომელიც დაწერილა სხვა ლექსებზე სიმღერები მამოს რა თქმა უნდა, მამოს პოეზიას კარგად ვიცნობ ზოგადად მამოს პოეზიას და ჩვენ გვაქვს ის ურთიერთობა, რომ დაიწერება თუ არა ლექსი გავეცდების. რა თქმა უნდა, კი. ერთხელ დაწყება ჭირდა, მე მიდის ქართულს გამონათქვამდეს რა. რახან დაიწყო შეიძლება თანაშრომობა შედგეს და მე მგონი ძალიან კაი ტანდემი იქნება. ჩვენ ასევე გვაქვს ჩაფიქრებული, რომ სიმღერა სვანებს მიუძღვნათ ერთი ოდა, ხო და არის ეს გეგმაში. მე ვიცი რომ ამ საქართველოს ყველა კუთხე ძალიან უყვარს, ამიტომ სვანებსაც ალბათ სიამოვნებით დაუწერს ლექსი. მისობის როცა კუთხევით მე ვწერ საქართველოს ყველა კუთხეზე ვცდილობ დაწერო და უკვე დაიწერა 8-9 კუთხეზე და მათ შორის სვანეთს და ქეთევანს, რადგან ფესვები სვანეთიდან აქვს. მისი გვარი კაბისიანი სვანეთიდან არის წარმოსული. მინდა რომ მან შექმნას თავისი ნიჭიერებით და მასაც აქვს სურვილი. დაწყებულია იდეა არის. იდეა არის, სურვილი არის, ორი ნიჭიერები მინერდა, მე მგონი რომ ჩვენ მალე მოვხდეთ ამ თემაზე. მამა არ შემიძლია არ გითხოთ და არ გავხსენოთ. აი როგორ დაიწყო თქვენი ლექსების წერა, საიდან გაჩნდა ეს იდეა და როდის დაიწერა პირველი ლექსი? მისი უწმინდესობა ბრძანდებოდა ჯვარის მამაში 2010 წლის 29 მაისს და მოგვიფერა დაგულოცა, როდესაც ხატწერის ოთახში შევიყვანეთ დაათვალია და მე მკითხა რომ შენ თუ ხატაო და მე ძალიან მომერიდა მისი უწმინდესობა თან რამდენ ხანსაც არ უნდა კონდეს ურთიერთობა მაინც დიდი ძალა გაქვს და მე არამედ ჩემი ქალიშვილი ხატავს და მე გვითხრა მოძღვრებს იქ რომ მამას უნდა ბრძანდებოდა და თქვენ უნდა დახატოთ დაწეროთ არა მარტო შექმნათ არა მარტო სასულიერო სფეროში არამედ საეროშიც და მას შემდეგ მალევე დაიწერა ეს პირველი ლექსი გუდამაყრელი რომელიც ამღერდა და რომელიც შეიყვარა ხალხს და მას შემდეგ ძალიან ხშირად იწერება ლექსები რომელიც ეს სიმღერა როდესაც ავიტანეთ გუდამაყარში იმდენ თავისად ჩათვალეს იმ ადამიანებმა რომ ცხარი დაუკლეს ამ სიმღერას და აღნიშნეს რომ ამ სიმღერას უკრავდნენ ცხარს. არ შემიძლია არ გთხოვოთ რომ რამდენი ლექსი ჩვენს მე როგორც ვიცი ახალ ლექსით ერთ-ერთი დაწერილი. დიახ. არ ვიცი რომელი წინებოთ იმით დაიწყეთ, მაგრამ ის ახალი ლექსიც გთხოვთ რომ დაგვიკითხოთ. ყოველწლინა ხშუბელი ქართველი ეს ფარველი და ჩვენთვის ყველაფრის საყვარელი განსაკუთრებით უყვარს ქართველ ადამიანს და აი დილას დავამთავრე ეს ლექსი და მას წავიდე. ესე იგი ექსკლუზივია. ღვთის მშობელო დედაო კურთხეულო მარიამ ლოცვად მოგიახლები ყოველ ღამეს მთვარიანს შენ დაწილხვედ ქვეყანას ლოცვად მუხლო მოყრილები მამულს შემოგავედრებთ საქართველოს შვილები ღვთის მშობელო უფლისა გირწევი აკვანი მზემაც გადაიწია ბნელი ღამის საბანი ალიონზე ცისკიდეს უფლის მადლი ტრიალებს თავის წილხვედ ქვეყანას დედა თავს დასტრიალებს მუხლ მოდრეკით ხატის წინ გევედრებით სახიერ წმინდა სანთლის სხივებში საქართველო გახვიე შენი კალთა ფარავდეს საქართველოს ამიერ მადლი გადმოგვივლინე ლოცვად მრავალჯამიერ ამინ ვარჩეული ლექსია და რაღაცა ცივი განწყობა სანამ შემდეგ ლექსს წაკითხავს აკითხოთ აი მე შეგაწყვეტინეთ ბოდიშუხთა მოდით ვისაუბროთ რომ აი გეგმება რომ თქვენი რაღაცა ახალი დისკის CD-ს პრეზენტაცია შედგეს როდის გეგმება რამდენი სიმღერა იქნება შესული და საჭიროება 13 სიმღერა იცით აი სტუდიაში ჩაწერილია 9 სიმღერა ჯერჯერობით და კიდევ რამოდენიმე არის მალევე ჩაიწერება და ალბათ დაახლოებით როგორც დათომ ბრძანა იანვრის ბოლოს და არ იქნება ამ ალბომს
დისკს ექნება მამის სიავნა. მამის სიავნა. აბსოლუტურად ესეც ფიქსებდი, ესეც ვივარაუდე რომ ეს იქნება. და ალბათ შესაძლებელი იქნება რომ მსმენელმა მაყურებელმა ადვილად შეიძინოს ეს ხელმისაწვდომი იქნება ალბათ. მასში შევა მამის სიავნა და დედის სიავნა და თუ მოესწრო მწუხარე იავნანა. შუბკარდედებზე თქვენ ასე უწმენეს ლოცვა-კურთხევით ამაზეც რო გითხრათ ამ ლექს შესახებ. მე ვატარებ ხოლმე სამშაბათობით ორ გვერდში ერთხელ საპატრიარქოში და მიწევს მისი უწმიდობის ნახვა და ძალიან დიდი სიხარულე ყველასთვის და ერთ-ერთ შეხვედრაც მან ბრძანა რომ იქნებ მე დამეწერა შვიდმდარ დედებზე მას ყველა უყვარს და კეთილებული აქვს და განსაკუთრებით შვიდმდარ დედები უყვარს და იქნებ დამეწერა ესე მითხრა რომ როდესაც დედა უმღერის უგალობს ცოცხალ შვილს და ეს გადაიზრდება მიცვალებული შვილისადმი გოდებაში და ეს დაიწერა ცოტა ძნელად დასაკითხი ლექსია და მოწონებულა სასიმღეროდ და უნდა შეიქმნას სიმღერა. აუცილებლად უნდა შეიქმნას ალბათ რაღაცა შეიძლება ემოციური იყოს, მაგრამ ნუგეში იქნება დამოკიდებული დედებისადმი რაღაცა მაინც დართული ადამიანის შვილი ოქდება, თუმცა ცხოვრება უნდა გააგრძელოს. კიდე ერთ ლექსს ხო წაკითხავდით და რა ლექსს გითხრათ? ეს არის სიყვარულზე ჟურნალისტებს უკუით ხოლმე სიყვარულზე რომ წერდა, აბა მოძღვარმა სიძულვილზე ხო დაწეროს, სიყვარულზე დაწეროს და სიყვარული საზოგადოებაა და უცილებელი. მაწვარი იყო სიყვარული ოჯახები მრავლდება ერი და თქოს სიყვარულის დედოფალი. არსებობა შენი მავსებს დრომ გამხადა ბედნიერი მხოლოდ ერთხელ მღერის გედი შენ მოგანდე ჩემი ბედი რომ გიმღე რომ ზიან დარზე ერთ გულების მეგობარზე მსურს ფიალით შევსვა ღვინო სილამაზის დედოფალზე ბნელ ღამეში დაგეძებდი რომ გაუღო გულს კარები სიყვარულის სადიდებელს ციმციმებენ ვარსკვლავები გაზაფხულზე ატმის ყვავილს ააფეთქებს მზის სხივები შენი სუნთქვა მენატრება შენი თვალის ციმციმები ტრფობით გიცხერ დავიღლები სიყვარულის გახსენ კარი წუთისოფლის სტუმრები ვართ ხრება ჩვენი ნატერფა. დიდი მადლობა, ძალიან კარგი ლექსია. სანამ შემდგომ ეს ვთქვი, ქეთის მინდა ვკითხო, რამდენი ხანი მუშაობთ სიმღერაზე? აი, დაიკითხეთ ლექსი და იმით ჩქაშთა იდეა რომ ეს უნდა დაიწეროს, თუ რა ფიქრობთ რომ დავწერო თუ არა და თუ აი მიხვედი დავუცებ გამღერდა თუ აი ეს. ხო არა, წავიკითხე თუ არა ეგრევე. ვთქვით რომ ამაზე იავნ ამღერდეს. აუცილებლად, მაგრამ მე იცით რა მინდოდა აღმენიშნა? ან მრავალი ადამიანი რომელიც ლექსს ქმნის, ხო, ლექსს წერს. მაგრამ ჩვენ სასიმღერო ლექსი კიდე სხვა რაღაცა შეიძლება ძალიან კარგი ლექსი იყოს, მაგრამ აღარ გამღერდეს, არ არის. მე მინდა გითხრათ, რა თქვა ავიღოთ მამაოს 100 ლექსი. 100-დან 99 არის სასიმღერო. მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა შობელზე ამ დილით დაწერილი ლექსიც ახლა რომ წაიკითხეთ და ჩვენს მაყურებელს გააცანით, ისიც უკვე მღერის. აი, ეს არის სულიწმინდის მადლი და უწმინდეს ლოცვა-კურთხევა. კი, ნამდვილად ეს. ლოცვა-კურთხევას მით უმეტეს იერარქიის და მით უმეტეს პატრიარქის ძალიან დიდი ძალა აქვს და ეხლა მინდა ის რომელიც წავიკითხე ლექსი სიყვარულზე ზურა დათიკაშვილი არის ახალი დაოჯახებული ჩვენი მეგობარი ულოცავთ მას კიდევ ერთხელ და მას ვაჩუქეთ ეს ლექსი და უნდა შეიქმნას სიმღერა ამ ლექსზე. ძალიან კარგი იქნება. ძალიან გვიხარია რომ ესე გვანებიეროთ მამაო ლექსები და მე შესანიშნავი კომპოზიტორი შესრულების სიმღერები და კიდევ ერთ ლექსი უნდა წავიკითხოთ როგორც ვიცით და გვაჩუქოთ. დიახ, აი ეს ლექსი წავიკითხავთ იაზე ხო თავის სიმღერა სხვა არის ლამაზი სიმღერა და ლექსი სხვა არის. თუმცა ჩვენ მაყურებელს ეხლა ვეტყვი რომ სიურპრიზად გადაცემის ბოლოს აუცილებლად მამოთამოს ლექსზე შესანიშნავ სიმღერას მოგისმენთ. ვინ შეასრულებს ამას სიურპრიზად დავტოვებთ. იავარ ლურჯით მოსილი სურნელით ვატკბობ მდელოსა მთიდან ბარს მივესალმები ღმერთს შევთხოვ მადღე გრძელოსა ჩემი სიცოცხლით ვახარებ სულდგმულთა საედემოთა შვილი ვარ დედამიწისას უყველამ დაიჯეროსა ავდარი გამბანს მზე მათბობს ნიავი მამეფეროსა ჩემი სინაზით ვეკრძალვი სამშობლოს სადღე გრძელოსა ნუ მამგლეჭთ დავედარდები ფესვებს მოწყვეტილ ღეროსა მზე დაითალხავს ღრუბელთა ღამემ დღე დაიფეროსა დილად სვარნამით მიგლოვებს მთვარე მიტირებს ვეროთა ყორანი შავებს ჩაიცმენ მთა ნისლი შაიცეროსა ვარ გაზაფხულის მეზარე ვუხდები ხისაჩეროსა ნუ მამგლეჭთ თქვენი ჭირიმე ნუ დააობლებთ მდელოსა. ძალიან კარგი ლექსია, რაღაცა მართლა დიდი პატრიოტიზმი ამ ლექსში შეიძლება ვთქვა და მე ერთია იძახის რაღაცა ბევრი ადამიანის საქმეს. უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის, უღრმესი მადლობა ესეთი სასიამოვნო განწყობისათვის, ამ ლექსებისათვის, სიმღერისთვის დიდი მადლობა ქალბატონო კეთის. რამდენ შეგვალავთ გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს, ნაყოფიერ წელს გისურვებთ თქვენ ბევრ შემოქმედებით
წარმატებას თქვენს აი ამ ლექსების სფეროში და გავუტანხეთ თქვენ თავის თქვენს ოჯახებთან აღნიშნო რომ აი და ყოველეს საუკეთესო ბავშვობიდან ვჩუქნედი იებს ადამიანებს და რაც ეს ლექსი დაიწერა შემდეგ ქალბატონი მე ვჩუქნი აბსოლუტურად დიდი მადლობა მათამაშს და ეს გადაცემული გაგიბრუნდება ძალიან დიდი მადლობა ეხლა